განვაგრძობთ პირდაპირ ეთერს, ახლა საქპატენტის ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე უნდა მოვიწვიოთ იმედი ლაივის სტუდიაში და მასთან ერთად ვისაუბროთ ერთ ძალიან საინტერესო ინიციატივაზე, საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც მემორანდუმი ცოტა ხნის წინ გაფორმდა და დარწმუნებული ვარ, მაყურებელსაც ძალიან დაინტერესებს. მოგესალმებით. საღამოშვიდობი, რას გულისხმობს ეს საერთაშორისო პროგრამა, არსი რა არის მისი პირველ რიგში ეს გითხარით? ინტელექტუალური საკუთრების სოფლიო ორგანიზაციას გაიროს, WIPO არის გაიროს ერთ-ერთი ორგანიზაცია, აქვს ძალიან საინტერესო პროგრამა, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ქვეყანაში სამაგისტრო პროგრამების დანერგვას, მათ შორის არის ჩინეთი, პოლონეთი, იტალიაში მაგალითად ტურინის უნივერსიტეტი, ეს ძალიან წარმატებული სამაგისტრო პროგრამებია. 2 წლის წინ დავიწყეთ მუშაობა იმისთვის, რომ საქართველოში დაგვენერგა ეს პროგრამა. ერთობლივად WIPO-მ და საქპატენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს პროგრამა დანერგილიყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. პროგრამის სამაგისტრო პროგრამა ერთთლიანი და მისი სახელწოდება ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაცია და მეწარმეობა. ამ ფორმით და ამ შინაარსით ეს არის სოფლიოში პირველი და გამოწვევა იყო გაეროსთვის, გამოწვევა იყო ჩვენთვის, იმიტომ რომ ახალ საქმეს შევეჭიდეთ, მაგრამ როგორც სახელწოდება, ასევე შინაარსი ამ სამაგისტრო პროგრამის არის მორგებული როგორც სამეცნიერო მიზნებზე, ასევე მორგებულია ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებაზე და სამომავლო სტრატეგიულ ქვეყნებზე. ანუ რას გულისხმობს ეს? ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც განსაზღვრავს თანამედროვე ეკონომიკას, ბუნებრივია ტექნოლოგიები წარმოადგენს ინტელექტუალურ საკუთრებას და მათი კომერციალიზაცია, ბიზნესად და მოგებად ქცევა არის ის, რისთვისაც ისწრაფვის თანამედროვე ქვეყნები, ანუ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა. ამას ეფუძნებოდა ამ შინაარსის და ამ სახელწოდების სამაგისტრო პროგრამის შექმნა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ WIPO-s როლი, ანუ ინტელექტუალური საკუთრების სოფლიო ორგანიზაციის როლი არა მხოლოდ მონაწილეობა ამ პროგრამის შედგენაში და უშუალოდ სასწავლო პროგრამა მათი ექსპერტების მიერ იქნება შედგენილი. გარდა ამისა, ისინი სწავლების დროს გამოყოფენ 2 ლექტორს, რომელიც იქნება საერთაშორისო აღიარებული წამყვანი უნივერსიტეტების და ქართველ ლექტორებთან ერთად ისინი ასწავლიან და გარდა ამისა, WIPO კისრულობს ვალდებულებას, რომ მან სტიპენდიები გასცეს სტუდენტებზე, რომლებიც მიღება იწყება შემოდგომაზე. იქნებიან როგორც ქართველი, ასე უცხოელი სტუდენტები, ან როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში, ვინც არის დაინტერესებული და როგორ ხდება ეს პროცედურულად? საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს სტანდარტული პროცედურაა. აბარებენ ეროვნულ გამოცდებს, სამაგისტრო გამოცდებს და შემდგომ უკვე ბუნებრივია ირჩევენ სამაგისტრო პროგრამად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, კონკრეტულად ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაცია და მეწარმეობა, ხოლო საერთაშორისო ან უცხოელი სტუდენტებისთვის იგივე რეგულაციები მოქმედებს, როგორც სხვა ნებისმიერ უნივერსიტეტში. ეს არის საერთო ჯამში მიდგომა, რომელიც ბუნებრივია არის იმ სტრატეგიის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია რეგიონთან, იმერეთის რეგიონთან და ქუთაისთან. მოგეხსენებათ, რომ ქუთაისისთვის ამ დონის უნივერსიტეტის არსებობა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოა თავისი ინფრასტრუქტურით და რომელიც მუდმივად ვითარდება, არა მხოლოდ შენობა შენდება ახალი, არამედ ეს შენობა აღჭურვილია ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც იშვიათი გამონაკლისია რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში. გარდა ამისა, იცით, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში მოეწყობა ტექნოლოგიური ჰაბი. ტექნოლოგიური ჰაბი გულისხმობს ძალიან ბევრ კომპონენტს, მათ შორის იქ შედის დაწყებული თანამედროვე ტექნოლოგიის მუზეუმიდან დამთავრებული ტექნოლოგიური კორპორაციებისთვის და კომპანიებისთვის სამუშაო ადგილები და მათ შორის საქპატენტის ტრენინგებისა და გადამზადების ცენტრი განთავსდება ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობაში, რომელიც ასევე როგორც საერთაშორისო ტრენინგებს ჩაატარებს, ასევე ქვეყნის შიგნით. ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, რეგიონის განვითარების სტრატეგიის ნაწილია და კონკრეტულად უკავშირდება საგანმანათლებლო ნაწილს, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურული გეგმა ცალკეა, ბუნებრივია ეკონომიკის განვითარების გეგმა ცალკეა და საერთო ჯამში მთავრობის სტრატეგია, რომელიც დაკავშირებულია რეგიონის განვითარებასთან, არის ძალიან ლოგიკური, იმიტომ რომ როგორც რეგიონი იმერეთი, ან ქალაქი ქუთაისი წარმოადგენს ისეთ რეგიონსა და ქალაქს, რომელსაც არ ჭირდება ხელოვნური სტატუსი. ქუთაისის და იმერეთს არ ჭირდება რაღაცას, მაგალითად თბილისში მოკიდო ხელი ხელოვნურად და გადაიტანო ქუთაისში. გულისხმობს საქართველოს პარლამენტს. ეს ხო ხელოვნური სტატუსის მინიჭება იყო და ქუთაის ხელოვნური სტატუსი არ ჭირდება. ის ისედაც იყო ყოველთვის, იმერეთი ყოველთვის იყო ინტელექტუალური შემოქმედების ცენტრი და მისთვის გრძელვადიანი პერსპექტივა. ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო თვალსაზრისით, სხვა კუთხით ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით. ეს არის ხედვა და გეგმა, რომელმაც რეგიონს და ქუთაისს კონკრეტულად უნდა მოუტანოს განვითარება.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის კიდევ ერთი დიდი ქველმოქმედება საჩუქარი საქართველოსთვის და აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ და ჩვენს მაყურებელსაც შევახსენოთ როგორი არის მისი როლი, თავად ჩანაფიქრი რას გულისხმობს და რა დატვირთვა ქონდა თავიდანვე, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო აი ამ პროგრამის განხორციელება. მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტია ვიდრე ქველმოქმედება და რატო ვფიქრობ ამასაც მოგახსენებთ. სახელმწიფოს განვითარებისთვის და გაძლიერებისთვის ძალიან ბევრი კომპონენტია საჭირო, სხვადასხვა. და ეს კომპონენტები წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც ორბიტაზე ტრიალებს, მაგრამ ორბიტის ცენტრი ბირთვი არის კვალიფიციური, განათლებული, მშრომელი მოქალაქე. ეს არის ბირთვი, რომლის გარშემოც უნდა აშენდეს სახელმწიფო. სწორედ ასეთი კვალიფიციური და მშრომელი ადამიანი არის გარანტი პიროვნული და სახელმწიფო განვითარების. დღეს ჩვენი ქვეყანა არის ძალიან უცნაურ და გამოწვევებით სავსე გზაზე. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ხანგრძლივი პერიოდის შემდგომ გავდივართ დამოუკიდებელი დემოკრატიაში ვცხოვრობთ. საქართველოს აღარავის აქტივი. არც ერთ ქვეყანას არ ვეკუთვნით. არ გულისხმობ ამ შემთხვევაში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს. დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყნის მართვა ამ ტვირთის ტარება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ განათლებულ, კვალიფიციურ და მშრომელ მოქალაქეებს. ქვეყანა ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს და თუ ქვეყნის მოქალაქეები არ იქნებიან ძლიერები, შეუძლებელია რომ ქვეყანამ შეძლოს თავისუფლებისა და დემოკრატიის ტვირთის ზიდვა. აი ამ საზოგადოების თავისუფალი, დემოკრატიული, დამოუკიდებელი საზოგადოების განვითარებისა და შენებისთვის ააშენა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. თანამედროვე დემოკრატიისთვის და თანამედროვე ვამბობ, იმიტომ რომ დემოკრატია საწყისისგან როცა ის დაიბადა, გაიზარდა არა მხოლოდ საზღვრებში, არამედ გაიზარდა შინაარსობრივად. და ამ თანამედროვე დემოკრატიისთვის და ზოგადად ცივილიზაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი არის თანასწორ უფლებიანობა შესაძლებლობებში. ადამიანები თანასწორ პირობებში ვერ ცხოვრობენ. ეს სახელმწიფო მოწყობის ვერცერთმა ფორმამ ვერ უზრუნველყო, მაგრამ მხოლოდ დემოკრატიამ უზრუნველყო, რომ ადამიანებს მისცა თანაბარი შესაძლებლობები. ანუ თუ შენ იშრომებ, თუ მიიღებ საჭირო განათლებას, მიზნამდე რომელსაც დაისახავ, მხოლოდ დროა დარჩენილი. დანარჩენი ყველაფერი მიღწევადია. მე როგორც საკპატენტის წარმომადგენელმა შემიძლია დაგიდასტუროთ და გითხრათ, რომ ნებისმიერი აღმოჩენა თუ გამოგონება თუ ტექნოლოგია, რომელიც არსებობს, ეს არის აღმოჩენა და არა შექმნა. ბუნებაში რაც არსებობს, იმას აღმოვაჩენთ ხოლმე, ახალს ვერ გქონით სამწუხაროდ. და თუ წარმოვიდგინთ, რომ ჩვენ სამყაროში უდიდესი ნაწილი არ აქვს აღმოჩენილი, ანუ ოკეანეებია წინ შესაძლებლობების. და ამიტომ ასეთი უნივერსიტეტებით, ანუ ახალგაზრდებისთვის განათლების მიცემით იშლება სწორედ ეს შესაძლებლობების ხვები და ოკეანეები და ამას აკეთებს უნივერსიტეტები და ერთ-ერთი პირველი, სწორედ რომელმაც ეს უნდა ააშენოს, არის ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც რა თქმა უნდა თავის წვლილს შეასრულებს არა მხოლოდ ქუთაისისთვის და იმერეთისთვის, არამედ მთლიანად საქართველოს მომავლისთვის. დიდი მადლობა, საკპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე იყო ჩვენი სტუმარი, დღეს ამით გემშვიდობებით.